რამდენად ხედავთ ჩვენ ღმერთის ბეჭედს იესო ქრისტეში, მის სიტყვაში, როცა მის წინაშე ვლოცულობთ, როცა მას ვეზიარებით, როცა მასზე ვფიქრობთ, ამას ჭირდება მუდმივი გაცოცხლება ჩვენში, იმიტომ რომ ჩვენ სულ მუდამ ვივიწყებთ. შეიძლება ბოლომდე გაცნობიერება საშიშიც კი იყოს ჩვენთვის, იმიტომ რომ ბოლომდე რომ გააცნობიერო, თუ ვინ არის ის, ვისაც შენ მიმართავ, ვინ არის ის, ვის სიტყვასაც შენ ისმენ და მაინდა-მაინც ისე პირდაპირ და სწრაფად ვერ ასრულებ, ვინ არის ის, ვის ხორცსა და სისხლსაც შენ იღებ, რა ვიცი, რამდენად დავიტევდით ჩვენ ამას, რამდენად გაუძლებდა ჩვენი არსება ამას, ჩვენი ხორციელი ბუნება და ამიტომ შეიძლება აი ნელ-ნელა უფალი გვიხსნის, იმიტომ რომ ამის დატევნას ანგელოზებრივი და ისიც უმაღლესი ტრიადის ანგელოზები, ქერუბიმები, სერაფიმები, აი და საყდარნი, აი ამ უმაღლესი ტრიადის ანგელოზებრივი სიწმინდე ჭირდება. რას ნიშნავს ანგელოზებრივი სიწმინდე? ეს უბრალოდ ფიზიკური სიძლიერე კი არ არის, რომ გაუძლო. ეს არის ღვთისნების უპირობო მორჩილება. ღვთისნების უპირობო მორჩილება. როგორ გაუძლო ღვთისმშობელმა ღმერთის დედობას, ღვთისნების უპირობო და აბსოლუტური მორჩილებით. გაუძლო და მასში არ აფეთქდა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, არ აფეთქდა პატივმოყვარეობა, რომ ღმერთის დედა ვარ. და არ დაიღუპა და ჯოჯოხეთი არ აღმოჩნდა მის სულში. გესმით? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიწმინდე სერაფიმთა, ქერუბიმთა და საყდართა შესაბამის სიწმინდე ეს არის აბსოლუტური მორჩილება ღვთისნებისა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. არა გვაქვს. იმიტომ რომ ის მორჩილება მრავალ სხვა სათნოებასთან თანაშეზავებულია, მათ შორის აბსოლუტურ ნდობასთან. აბსოლუტური ნდობა. აბსოლუტური სიყვარული, რა აბსოლუტურზეა ლაპარაკი? საერთოდ ნდობა არ აქვს ღვთისადმი და არც სიყვარული არ აქვს. ამიტომ ჩვენთვის ესე თლად უსაფრთხო არ არის ღვთის განცდა, ბოლომდე ქრისტეს განცდა, რომ ის ღმერთია, რომ მასზე ბეჭედია მამისა.